რომეო მიქაუტაძე დამნაშავესნეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 6 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება კი ჩამოერთვა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება. მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მჯავრდებული საჯარო სამსახურში მაღალ, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით სისტემატურად იყენებდა თანამდებობას და მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს, მათ შორის პირადი სარგებლის მიღების მიზნით ენერგეტიკის სფეროში მის მიერ დაფუძნებული და მმართველობის ქვეშ არსებული ენერგოკომპანიებისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად, რომლებშიც ასევე ფლობდა წილებს და ფორმალურად ნდობით აღჭურვილ პირებზე აფორმებდა. ასევე მჯავრდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის 8,499,334 ლარის ლეგალიზაცია განახორციელა. რომეო მიქაუტაძეს სახელმწიფო სასარგებლოდ 6 მილიონ ლარამდე ქონება ჩამოერთვა, მათ შორის ესპანეთში მდებარე უძრავი ქონება.